კახეთი, საგარეჯო, სოფელი ნინოწმინდა, ადგილი, სადაც მე-6 საუკუნის დიდებული ტაძარი, საუკუნეებია მლოცველებს მდუმარედ ეგებება, დღეს სრულიად უჩვეულო სანახაობის მოწმეა. ნინოწმინდის დედათა მონასტრის ეზოში დამკვიდრებულ სიმშვიდეს დღეს მოზარდი მსახიობების ხმა და ნაბიჯები არღვევს. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ მართვესთან არსებულმა, მოზარდთა თეატრმა თეატრალმა, რომელიც უკვე 30 წლიან მდიდარ ისტორიას ითვლის, გადაწყვიტა ერთი დღით ეს ადგილი ღია თეატრალურ სივრცედ აქციოს. საუკუნოვან კედლებთან და საუკუნოვან ისტორიასთან ერთად შეკრებილ მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენონ სპექტაკლით ყველაზე მთავარი, ომში დაღუპული გმირების უკვდავი ხსოვნა და თავდადება. თუმცა მანამდე ვიდრე მაყურებელი შეიკრიბება, საქმე ბევრია. იდეა კი ერთი. იმისთვის რომ ისტორიული გარემო ნელ-ნელა ნამდვილ თეატრალურ სცენად გადაიქცეს, თითოეული ნივთი, რეკვიზიტი და დეკორაციის დეტალი სიზუსტით უნდა განთავსდეს. თანდათან კი ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მსახიობების ემოციამ თითოეულ მაყურებლამდე მიაღწიოს და სპექტაკლიც იწყება. ისტორია გმირობაზე, თავდადებაზე და წითელ ხაზზე, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე გადის. სპექტაკლით წითელი ზოლი, ლაშა გოგნიაშვილის დადგმა ავღანეთში მყოფი ქართველი მებრძოლების თავგანწირვას აცოცხლებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს თეატრალების შემთხვევაში და მე უფრო ყოველთვის გვრთავს ნებას, რომ ჩვენ მოვიდეთ და აქ ვითამაშოთ ხოლმე სპექტაკლი. ისტორია, რომელიც პიესის ფაბულა ამის შესახებ იცოდნენ დედაუებმა, მაგრამ გვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და მე სურვილი ჰქონდა ჩამოგვეტანა და დღესამთხოვნას ვასრულებ. რა თქმა უნდა, ბიჭების სულის მოსაგონებელიც არის, იშვიათად თუ ვიხსენებთ ამ ბიჭებს და ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი დაუფასებლები არიან, რადგანაც საბჭოთა დროს იომეს. მათი ბრალი არ არის, რომ ისინი იმ დროს დაიბადნენ და იმ დროს იომეს და იმ დროს ისინი თავის ვალს იქ იხდიდნენ. იქით ეს ბიჭები მე აფხაზეთში ძალიან მაგრად გამოადგა სამშობლოს. დაჩქარებული სამთვიანი მომზადების შემდეგ იქიდან ავღანეთში გავაგზავნეს. სადაურსა სად წაიყვან, ასე ქვია წიგნს, რომელიც სპექტაკლის საფუძველი გახდა და რომელიც ავღანეთში მებრძოლი ქართველი ბიჭების წერილებით შეიქმნა. რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა კი დოკუმენტური მასალა მხატვრულ ენაზე გააცოცხლა. სულ სიმღერით მივედით აეროპორტში. ბევრი ჩვენგანი პირველად დადიოდა თვითმფრინავში. მოზარდი მსახიობებისთვის ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. ითამაშო ის, რაც თავად არ გინახავს. დამიბრუნე ციცოცხლის უფლე! გასმით! დამიბრუნე! საბნიორო შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ რეალობაში ის პრობლემები არ გვაქვს, რაც ადრე გქონდა. და იმ რეალობას არ გადიან დღევანდელი ახალგაზრდები, რასაც ადრე გადიოდნენ იმ ტანჯვას და ეს სპექტაკლი ყველას დაეხმარება, რომ გაიაზროს თუ რა გამოვიარეთ და რა არის ომი, რაც არ გაუვლიათ და ღმერთმა ქნას რომ არც გაიარონ, იმიტომ რომ ეს არის საშინელება. ყველას სადღაც მიგოჩქარებოდა. წინ რა გველოდა არ ვიცოდით. თავიდან სპექტაკლი იწყება, მხიარული ბიჭები არიან ხუთივენი ჩვეულებრივი, მაგრამ ნელ-ნელა ეჯახებიან იმ რეალობას, რაც ომში არის. ჩემი როლი ეს არის ერთ-ერთი თანაკლასელი იმ ხუთიდან, რომელიც მიდის ავღანეთში 1979-დან 99 წლამდე ომში და სამწუხაროდ ის ვეღარ ჩამოდის. მისი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. მეგონა ის ომი, რომელიც მე გამოვიარე, საბოლოო იყო ამ ქვეყანაზე. სპექტაკლი 5 თანაკლასელის შესახებ გვიყვება, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ მოულოდნელად ავღანეთში ხვდებიან. თეატრალის მსახიობები რამდენიმე საათით ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებას ივიწყებენ და სამხედრო ფორმის მორგების შემდეგ ცდილობენ გადმოსცენ ის განცდები, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სიკვდილის პირისპირ გრძნობდნენ. ორივე ხელი და მარჯვენა ფეხი მოკვეთეს. დილამდე გრძნობა არ დაუკარგა. ბაკურიანში იყვნენ მოწოვლები, ავღანეთში მყოფი ჯარისკაცები და როდესაც ისინი შემოვიდნენ უშუალოდ სპექტაკლის დაწყების წინ, ეს იყო ჩვენთვის იყო პირველ რიგში ძალიან დიდი ტკივილი, რომ ის ეხლა ჩვენ წინ ვინც ზის, ის ოდესღაც იქ ავღანეთში იბრძოდა, ჩვენთვის იბრძოდა და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, მერე რომ აი ამ სპექტაკლით მაყურებელს სწორი ემოცია და სწორი აზრი ვერ გადავცეთ.
თეზოლში მე ვარ ილია, რომელიც ემშვიდობება დედას და ადვილი ნამდვილად არ იყო, რომ ჩვენ შევსულიყავით ავღანელი ბიჭების როლში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო. ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ვაკეთებთ და ვთამაშობთ იმ ადამიანების და იმ გმირების როლს, რომლებმაც ვიღაც გადაარჩინეს. მე ვთამაშობ ერთ-ერთი ჯარისკაცის დედას, რომელიც ავღანეთში დაიღუპა და ყველა სპექტაკლის დროს სხვადასხვანაირი ემოცია მაქვს. დღემდე ვერ ხვდები სხვათა შორის როგორ უნდა შევიდე მთლიანად როლში და ეს პროცესი მომწონს, რომ აი ვცდილობ და სულ მაქსიმალურ ვცდილობ, მაგრამ მაინც ვერ მივსულ, მე ვერ მივედი. იმდენად საშინელ ტკივილს გადიოდა ალბათ ის ადამიანი, ვისაც ვცდილობ რომ ვიპოვო, რომ ვერც მივდივარ ახლოს. როდესაც წავიკითხე პირველად და დავიწყეთ რაღაცეების მოხაზვა, საკმაოდ გაუჭირდათ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასია, იმიტომ რომ მშვიდობიან დროს დაბადებულები არიან. ბევრი ვიმუშავეთ და იყო დღე, როდესაც მე ისინი ტყეში წავიყვანე, სამხედრო ფორმებში. ის გამოცდილება, რაც იქ მიიღეს, რომ აი აქ დანაღმულია, არ შეიძლება. აქ ახლა დავწექით. აი მის მერე, როცა ჩვენ რეპეტიციაზე დავბრუნდით, ვერ გეტყვი რა ხალა განსხვავება იყო. მამაზი მოვხდი. როგორ დაიწყო? ომში. მაყურებლებში სასულიერო პირებთან ერთად არიან ადგილობრივები, რომელთათვისაც აქ თეატრალური წარმოდგენა იშვიათობაა. აპლოდისმენტები კი, რომელიც დიდხანს არ წყდება, იმის დასტურია, რომ მოზარდებმა მაყურებლის გულამდე შეძლეს და მიიტანეს მთავარი სათქმელი. ის რომ გმირები არ კვდებიან და რომ გმირობას დრო და სივრცე არ აქვს. ძალიან საინტერესო რამ ნახეთ. და ძალიან ემოციური იყო რაც თავარი. ძალიან. და ყველა ასეთ იდეას ნამდვილად სჭირდება ხელშეწყობა და წარმატების სურვილი.